ნიკა გვარამიას მე უკვე უპასუხე და არ ვაპირებ რომ ამაზე სიმართლე გითხრათ უფრო მეტად დავიხარჯო მე Telepathies მიუხედავად არ მაინტერესებს ბატონი ნიკა გვარამიას შეხედულებები და კერძო სულისკვეთება ჩემთვის განუზომლად უფრო საინტერესო არის ის თუ რას ამბობს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და არა ის თუ რა გონია ნიკა გვარამიას. ეხლა დავიწყებ იმით პირველ რიგში რომ ყველაფერი ის რაც თქვენ ჩემთან შეხვედრაზე შემიძლია დაგიდასტუროთ და თქვენს ყველა სხვა შეხვედრაზე. შესაბამისად ფაქტის დონეზე გეუბნებით რომ ის რაც მე განვაცხადე აგრეთვე უთხრეს ყველა სხვა პოლიტიკური წევრებს და წარმოადგენლებს შეხვედრაზე. რაც მე ვთქვი გუშინ ინგა გრიგოლიას ეთერში რაც მე იქამდე ვინც არ გიყურათ გუშინ ინგა გრიგოლიასთან. აბეშობით გავიმეორებ აუცილებლად კი, რა თქმა უნდა, მე თქვენს ახსენს თქვი ეს, ქალბატონ ჟიჟილაშვილთან და ჩემო კოლეგებთან თქვენს, ეს არის ის, რომ პირველი ამერიკის სტრატეგიული ინტერესი არის ის, რომ საქართველოში იყოს პოლიტიკური სტაბილურობა. მეორე, პოლიტიკურ სტაბილურობას ამერიკის ხედვით აუცილებლად საფუძვლად უნდა ედოს ფუნქციონირებადი პოლიტიკური ინსტიტუტები, რაც წერია იმ ციტატაში, რომელიც ახლა თქვენ წამოიკითხეთ, სულ ცოტა ხნის წინ. მესამე, ის რომ ამ ორიდან გამომდინარე წარმომადგენლობის პრინციპის დაცვა და შესაბამისად ყველა იმ ბრძოლის ბერკეტის გამოყენება, რაც არსებობს და იმ ხმების მიხედვით ადამიანების ინტერესების დაცვა პოლიტიკურ ინსტიტუტებში, აი ეს არის ამერიკის მიერ დასახელებული, როგორც მისი პრიორიტეტია. ნახეთ რაში თავარი რა არის, აი ადამიანი ხო უყურებს ორ პოლიტიკოს და ჩემთვის სამწუხარო აქვს გეტყვით ნიკა გვარამიას პოსტი არის ძალიან სამწუხარო, გარდა იმისა არასწორია, კიდევ ერთხელ გეტყვით არ შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ სამწუხაროა, იმიტომ რომ ნიკა გვარამიამ გუშინდელი საკუთარი გამოხმაურებით შესაძლებელი განხადა ქოცური პროპაგანდისტვის საკვების მიცემა. მე არ დამიწყია ეს გამოხმაურება, მე ვთქვი ის რაც არის სიმართლე და ამას ბევრჯერ გაიგებს კიდევ ნიკა გვარამიაც და ჩვენი მაყურებელი ზედა სიმართლე არის სიმართლე. ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია არის ამერიკის პოზიცია, გვარამია ვერ შეცვლის ამერიკის პოზიციას, თუ სახელმწიფო მდივანი არ გახდება ამერიკის შეერთებული შტატების ამ კუთხით წარმატებას უსურვებ, მაგრამ სანამ რუბიოა ის პოზიცია აქვს ამერიკას, რაც აქვს. და ჩემი ვალი, როგორც ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც იყო მათ შორის ამ ამერიკელთა შეხვედრაზე, ორჯერ უკვე სამიდან ორჯერ, ჩემი ვალი არის, რომ საზოგადოებას უთხრა რა თქვენს მათ, რა მოლოდინი აქვს ჩვენს პარტნიორებს, ხო? და ეს მოლოდინი არის ის, რომ ბრძოლის არც ერთ ბერკეტზე არ უნდა ვთქვათ უარი. ეს მოლოდინი არის ქალბატონო სოფო ის, რომ როცა ადამიანები ხმას მოგცემენ, არ უნდა გააწმულოს ადამიანები და წარმომადგენლობის პრინციპი უნდა დაიცვა. ეს მოლოდინი არის ის, რომ პოლიტიკური პროცესის ყრდომას კი არ უნდა შეუწყო ხელი, არამედ პირიქით უნდა გააღვივა პოლიტიკური პროცესი. აი კითხვა მაქვს აქ, ანუ აქ ამ ლოგიკით გამოდის, რომ ამერიკელები თქვენ ასე გაიგეთ შეხვედრაზე მათი ნათქვამი და ეს განცხადებაც, რომ მოგიწოდებენ პარლამენტში შესვლაზე? როგორ უნდა შეხვიდეთ მანდატები? არა, ეს არის ნიკა გვარამიას, არა. აი ძალიან კარგი რომ ამას მეკითხებით. ეს არის ნიკა გვარამიას კერძო ინტერპრეტაცია და აქ მე კომენტარებში ადამიანები მეკითხებოდნენ ჯერ ვერ მოვიცალი, უპასუხებ აუცილებლად. საერთოდ ვინმე ლაპარაკობს პარლამენტში შესვლაზე? ნიკა გვარამიას გარდა, აი ვინმე მახს მე პარლამენტში შევედი 2024 წელს, მაგრამ არ გამოვიყენე ჩემი მანდატი პროტესტის ნიშნად. მე რომ პარლამენტში შესვლა მდომოდა მე უკვე პარლამენტში ვიქნებოდი წელიწად ნახევრის განმავლობაში. ნიკა გვარამიას გარდა ვკითხულობ ვინმე ამ ქვეყანაში, ან ქართველი, ან ამერიკელი საერთოდ საუბრობს მაგ სქემაზე, რაც ან როგორ უნდა შევიდეთ პარლამენტში, დავტოვეთ პარლამენტი, ჩახსნილ მანდატი, მე და 13 კოლეგამ ჩავხსენით მანდატი. ეს არის მიზანმიმართული გაუგებრობა კი არ არის, ეს არის მანიპულაცია. დავაზუსტებ, გაუგებრობა სამწუხარო. როდესაც კოლეგები ეწევიან მანიპულაციას, ეგ არის მანიპულაცია და გაუგებრობა. ბარიერ გადალახულ პარტიებს შეხვდნენ, ხომ? ეს ფორმულირებაც თავისთავად ვის შეხვდნენ ეს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერ გადალახულ. რა თქმა უნდა, იმიტომ ეს პარტიები არის მთავარი. და აქს როცა იმიტომ ეს პარტიები არის მთავარი, იმიტომ საპარლამენტო ბარიერი გადალახეს. შესაბამისად, ინსტიტუციების სტაბილურობაზე, ფუნქციონალური ინსტიტუციებზე და ხმების დაცვაზე როცა არის საუბარი, სხვა რომელ არჩევნებში მიიღო ამ 4 სუბიექტმა მონაწილეობა? თუ ეს ასე უნდა გავიგოთ, მაშინ პარლამენტში შესვლაზე არის საუბარი ლოგიკურად, არა?
რომელი ლოგიკით არის შესვლაზე საუბარი? საუბარი არის 2024 წლის შესაბამისად თავისთავად დაკავშირება რომ არ არის ლოგიკა და ეს ნიკა გვარამიას კითხეთ რატო არის მე ხო და ეგ გვარამიას კითხეთ მე რატომ ეკითხებით გვარამიამ შემოაგდო ეს თემა ისე არავის არც ქართველს არც მე არც ამერიკელს არაფერი არ უთქვამს პარლამენტში შესვლაზე და ლოგიკა რა არის მე გეთანხმებით და გვარამიას კითხეთ რატო შემოაგდო თემა რომელშიც არ არის არავით არის ლოგიკა და სარწმუნოება საერთოდ რატომ წარმოშვა ეს პოლემიკა მე მართლა მინდა მას ვკითხო აგერ მე არ მქონია ეგ საუბარი და თეთრ მკითხავს სიამოვნებით საერთოდ რატომ წარმოშვა ეს მიმართულება ამ განხილვაში მე რა ვთქვი მე ვთქვი ისაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა თქვა შეხვედრაზეც და იმ შეხვედრაზე მარტო მე ხარ გონიათ რომ ვიყავი ხალხი იყო და გადასწრება ყურებიც აქვს და თვალებიც იმ ხალხსაც მათ შორის ხო და იქ ზოგიერთი კოლეგაც იყო ხო მე არ მინდობ სხვა ადამიანებზე მე ამჭირდება მოწმეები მე ვამბობ სიმართლეს ძალიან კარად და მე რასაც ვამბობ მე ეხლა გეტყვით მე რასაც ვამბობ ეგ წერია ასევე ციტატაში ხო საელჩოს ციტატაში წერია ზუსტად ეგ და სხვა კოლეგები რასაც ამბობენ ეგ არასად არ წერია და ეხლა ვინ უფრო მართალი ყოფილა ვერ გავიგე მე ვამბობ იმასაც საჯარო განცხადებაში უწერიათ ხო ძალიან მარტივად და რატო არის ვინმესთვის აიმე შოკის მომგვრელი არა მარტივად არ წერია არ მარტივად არ წერია ანუ მარტივად რომ მითხრა თქვენ თუ მოიწ ხო მარტივი არ არის დიპლომატიური ენა მაგრამ წერია ენა და თქვენ ხო შეხვედრაზე უფრო მარტივად გითხრეს და მოდით ვთქვათ სრული სიმართლე რაზეა საუბარი შემდგომ არჩევნებში მონაწილეობაზე ამაში ასაკო მე ვერ ვაციტირებ ფრაზას დიახ ბზარეთ არ დაკონკრეტებულა, აი მადლობელი ამ კითხვისთვის, არ დაკონკრეტებულა ან რომელ ბოიკოტზე, ან რომელ არჩევზე პრინციპი ითქვა. ჩეთი, მოდი აი კიდევ ერთი რაშიც ბატონი გვარამია ჩემი აზრით უბრალოდ манипуляციად აცვლის საზოგადოებას ინფორმაციას არის რომ ამერიკელები ვერ ციტყოდნენ ამას რომ გარდა იმისა რომ უთხრეს მასაც და ყველას იგივე. ამას გეუბნებით სრული სიმღერით ვიცი რომ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს ერთი და იგივე მესიჯი უთხრეს. მაგრამ გვარამიასთვის გონია ცალკე პოლიტიკა აქვს რუბიოს და გეგელიასთვის ეს აბსოლუტურად არასაგონია ხო მე დაზუსტებით ეხლავე არ ყოფილა გეუბნებით თუ გეტყვით ეხლავე მაგრამ რო დაზუსტებით რომ იცოდე შოუ მაყურებელმა იმიტომ ძალიან ცუდია ხალხი დავაბნიოთ როგორ შეიძლება რომ ესეთი რაღაცები საზოგადოებრივი განხილვის საკითხად აქციო და ეს მე არ დამიწყია კიდევ ერთხელ მწუხარებით ვამბობ რომ ნიკა გვარამიამს დაიწყო მაგრამ მე რა თქმა უნდა ვალდებული გავხდი და იძულებულიც მე პასუხ ამისთვის და როგორც გეუბნებით არ ვაპირებ მეტად ამაზე პასუხს მაგრამ ამერიკელების პოზიციაზე რა თქმა უნდა ვისაუბრებ საათობით დღესაც და შემდეგ დღეებში თქოს აღარ გვარამიაზე არა გვარამიაზე მე ფესასაუბრო არ მაქვს რასაც ისაუბრებს არ არის სამწუხაროდ მართალი და რატო აკეთებს ამას ეს მისი საქმეა და მისი ინტერესზე იყოს მაგრამ ამერიკის პოზიცია არის ის რომ პირველი ქვეყანაში შეიძლება ფუნქციონირებადი პოლიტიკური ინსტიტუტები და წარმომადგენლობის representation რაც არის ანუ ადამიანს წარმოადგენს ხმარო მოქცემას წარმოადგენს მაგისი არ არის ჭეშმარიტება ყოველთვის არ არის ხო ხედავ ჭეშმარიტება არა ნორმალური გარემოში ჭეშმარიტება ბადნოგრიტოს ამ სივრცეს რეჟიმი ხო და ამაში ნახეთ მე გეუბნებით ამერიკის პოზიცია არის ის რომ საერთოდ ბოიკოტი და საერთოდ პოლიტიკურ ინსტრუმენტებზე უარის თქმა არ არის და ვერ იქნება გამართლებული ტაქტიკა. ეს არის მათი პოზიცია. არანაირი საუბარი და ნახეთ ამას ვამბობდი ხა. გვარამია რომ ამბობს რომ რეალურად ამერიკელები მენტორობის იქ არავინ არ ამისული. ამერიკელი რომ მეტყვის შემწრა ჭეშმარიტება კი არ არის ან ევროპელი. მე როგორც პოლიტიკოსი გავაკეთებ იმას, რაც გონია სწორი მე როგორც ქართველ პოლიტიკოსს, ჩემი ხალხისთვის, ამ ერისთვის. მენტორობაზე კი არა საუბარი რაღაცა დარიგებაზე, დატოქსვაზე, არასწორად ვუყურებ და არასწორად აყურებინებენ ხალხს პროცესს. არა, საუბარი იმაზე, შენი სტრატეგიული პარტნიორი გაძლევს რჩევებს და საკუთარ მოსაზრებას გეუბნება, რომელსაც შეგვიძლია არ დაეთანხმო. ვინმე კი არ გავალდებულებს დაეთანხმო ან ამერიკელს ან ევროპელს. არა, ისინი გეუბნებიან რას თვლიან სწორად და ამერიკამ თქვა რას თვლის სწორად და მე ეს გითხარით ეს თქვენ შეხვედრებზეც მათ შორის ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან და ეს თქვენ განცხადებაში ისინი სწორად მიიჩნევენ რომ ნაცვლად ბრძოლაზე და არჩევნებზე უარის თქმისა ნაცვლად მუდმივი ბოიკოტისა იყოს მეტი ნაბიჯები გადადგული პოლიტიკური სტაბილურობისკენ და პოლიტიკური სისტემისკენ რომელშიც არიან წარმოადგენლები ეს კი არ ნიშნავს რომ ვიღაცამ გითხრა რომ ეხა პარლამენტში შედით ჯერ უნდა შევიდეთ ჩახსნილია მანდატი ეს არის ორჯერ
2-ჯერ 2-4 ჩემი მანდატი რომელიც არსებობდა არის ჩახსნილი იმიტომ რომ მე უმალ დავწერე ბოიკოტი ეს გვარამიამ ძალიან კარგად იცის აბა რაღა პარლამენტში შესვლაზე წერს აი რანაირ იურისტი ხო ბრძანდება როგორ უნდა შევიდე ჩახსნილი მანდატით პარლამენტში როგორ წარმოუდგენია გაგვანათლოს ხო ან რატო ატყობ საზოგადოებას ეს ამბობს რომ ეს სურს ვინმეს ეს არ ყოფილა არასოდეს განხილვის საკითხი სიების აღდგენას პოლიტიკური ნების შემთხვევაში არ ვიცი იმისეთი რეპრესიული არასებულ საკითხებზე რატო უნდა ვისაუბროთ არასებულ დამიკვირდება ეხლა რამე იურიდიული გამოსავალი აქაც რომ მოძებნოს ანუ რეპრესიული კანონი რომ მიიღეს ეხლა სიების აღდგენაზე იმუშავებს მანდატს არ არის ლოგიკა არ არის მინდა პროცესის ხალხივა დავინახო იმიტომ რომ ნიკა გვარამიამ რაღაცა დაწერა მე არ მინდა პროცესის ხალხივა დავინახო ხოლოდ ამერიკელებს ორი ჩემი პატივისცემის მიუხედავად მქონდა ამ განცხადება პატივისცემის მიუხედავად მე არ მაინტერესებს მესმის გავიგე ნახეთ ორი ნაწილი გქონდა მაგრამ მე არ მაინტერესებს ნიკა გვარამიას რაღაცა ნიკა გვარამიას შეთხსულ ამბებზე მე არ ვაპირებ საუბარს მე ვისაუბრებ სახელმწიფო დეპარტამენტზე და ჩემი პარტიის ხედვაზე მაგრამ ნიკა გვარამიას ეხლა რაღაცა რომ გაახსენდება და რაღაცა საიდან მოიტანისდება არ ვიცი მე ამებზე არ ვაპირებ კომენტარს და მართლა დღეს ჩემთვის ეს თემა თლიანად დასრულდება გვარამიას ნაწილი სახელმწიფოზე ვისაუბროთ ძალიან დიდი ხანი კიდევ ხო და აი ნახეთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას კონტროლს მე უსაფუძვლო ბრალდებებზე და კიდე სხვებს უწყვილს აბრალებს ადამიანებს თვითონ იტყუება მე ამაზე არ ვაპირებ საუბარს დიახ ორი ნაწილი ქონდა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ერთი მიემართებოდა ივანიშვილის მთავრობას და მეორე ოპოზიციას ეს შეთავაზებად შეიძლება ალბათ განვიხილოთ ორივე მხარისთვის მაგრამ იქ საუბარია რომ ივანიშვილმა უნდა გადადგას ანუ მის მიერ მართულმა მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯები პოლიტიკური სტაბილურობისთვის ამერიკელებისთვის რომ თავარი პოლიტიკური სტაბილურობაა ეს ცალსახად წერია ამ განცხადებაში იმიტომ რომ ინვესტიცია ამერიკული რომელსაც ქმნის შესანიშნავ შესაძლებლობებს იგივე ტრამპის კორიდორი რეგიონში და ასე შემდგომ სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა მაგრამ ამ პოლიტიკურ სტაბილურობას სჭირდება უწყვეტი პროგრესიო იქ ესეც წერია ანუ რაღაც იმიტირებული ნაბიჯების გადადგმა კი არა უწყვეტი პროგრესი ანუ ეს თქვენ მიმართ მოწოდებაც თუ ვინ როგორ გაიგო იმის მიუხედავად მეორე ნაწილია იმ შემთხვევაში თუ ივანიშვილი დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს ასე გაიგეთ თქვენ ეს განცხადება ანუ თუ კონკრეტულ ნაბიჯებს გავს პოლიტიკური სტაბილურობისთვის აქედანაც შეიძლება იყოს გადადგმული რაიმე ტიპის ნაბიჯები პოლიტიკური სტაბილურობისთვის მე აქედან ანუ ამერიკელებს მეკითხებით ხო? არა, ოპოზიციის მხრიდან იმ შემთხვევაში თუ ესეც გადადგამს, ანუ რეჟიმი გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს პოლიტიკური სტაბილურობისთვის, ასე არ გაიგებს. ამერიკას ეგ არ უწერია? ეგ არ ჩანს არცად. არა, ეგ არცად არ ნაბიჯების გადადგმა მთავრობის მიმართ პოლიტიკური სტაბილურობისთვის. თავრობის მიმართ კი? ჩვენს მიმართ არა, ჩვენ ანაბიჯი უნდა გადავდგათ. ჩვენ გვაუქმებენ, ჩვენ გვდევნიან, ჩვენ გვიჭერენ, პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას აი ეს ნაწილი, რასაც თქვენ აღწერთ. იმ შემთხვევაში თუ ეს ნაბიჯები იქნება გადადგმული, ორივეს მიერ გადადგმული ნაბიჯები მოიტანს სტაბილურობასო. არ არის ეს ასე? გაგიმარტივებთ კიდევ. ბოლო აბზაცს თუ შეხედავთ, ბოლო აბზაცში წერია რომ ამერიკა თავის პარტნიორად უყურებს მხოლოდ ისეთ მხარეებს, რომელიც არიან რაციონალური, კონსტრუქციული, რომელიც ამ ქვეყანაში პოლიტიკის გადარჩენას შეუწყობენ ხელს და არა პოლიტიკის კლდომას. ეგ არის ბოლო აბზაცის მთელი პათოსი და ეთოსი, ხო? ამიტომ ძალიან მარტივია. ამერიკის პოზიცია ვიმეორებ არის ის, რომ პოლიტიკური ბრძოლის იარაღებზე არ უნდა ვთქვათ უარი. ადამიანები რომ აგირჩევენ, ისინი არ უნდა გავაწყვილოთ. აი ესეთი ხედვა აქვთ. ეხლა დავეთანხმებით თუ არა, მაგაზე კამათი შეგვიძლია, მაგრამ იმაზე კამათი ეს თქვენს თუ არა ეს არ არის ადეკვატური და არ არის სწორი, იმიტომ რომ ის რაც რეალურად ითქვა. ეხლა მეორე თემა არის, ვინ როგორ იმოქმედებს ამის კვალდაკვალ. ამაზე შეიძლება დებატი, იმიტომ ის რომ ამერიკელმა მითხრა, ჩემთვის არაფერს აპრიორი არ ნიშნავს. 2028-მდე არაფერი არ იქნებაო, გითხრათ პაპუაშვილმა. 2028-მდე ამ დისკუსიას აზრიც არა. ნახეთ პაპუაშვილზე უბრალოდ სახელმწიფო დეპარტამენტზე მინდა თქვენებართი დავამთავრო რა. ამ განცხადებას ამ კაფიორო იყოს აქვს ორი ნაწილი. პირველი მიმართავს ქართული ოსების რეჟიმს, თქვენ ძალიან სწორად აღწერეთ და მეორე მიმართავს საქართველოს დემოკრატიულ ძალებს.
პირველში ნათქვამია, რომ რეჟიმმა უნდა გადადგეს კონკრეტული ტიპის ნაბიჯები, თუ კი სურს ამერიკასთან სტაბილური ურთიერთობები და იქ არის ჩამოთვლილი ვრცელი სია, ყველა შეუძლია გაეცროს. მე შემიძლია გითხრათ, ეს არის მათ შორის ჩინეთზე, ჩინეთთან ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობის შემცირება, ეს არის ირანზე პოლიტიკის გასწორება, ეს არის ანტიდემოკრატიული ნაბიჯები, ეს არის პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ბევრი კონკრეტული რაღაცა არის, რაც ხოცებს არ გაუკეთებიათ. ამერიკა ეუბნება, მე ვარ მზად უკეთესი ურთიერთობისთვის, ოღონდ შენგან უნდა დავინახო ნაბიჯები. აქეთ მხარეს ჩვენ საქართველოს დემოკრატიულ ძალებს გვეუბნება, არ გააკეთოთ ისეთი რაღაცეები, რაც არის თვითდესტრუქციული. ამას თულს ვამბობ, მე მგონი ძალიან ნათლად პოლიტიკური ინსტიტუტების გამართულობას შეუწყოთ ხელი. პოლიტიკური რა არ იყო ბოდიში? ეს სიტყვა არ იყო ნახსენები. არა, მე ხალ პათოს გადავწყვეტ ხო პერიფრაზით ხო? არა, მე პათოს გადავწყვეტ, არ უნდა გავაკეთოთ ისეთი რაღაცები, რაც არის პოლიტიკის განადგურებაზე მომართული და ასეთი არის ბოიკოტირება, წარმომადგენლობის პრინციპის დარღვევა და ასეთი არის არასტაბილური პოლიტიკური ვითარებაში, რა თქმა უნდა, ყოფნა, იმიტომ რომ ამერიკას აქვს თავისი ძალიან მკაფიო გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები, ეს ამ განცხადებაში ჩანს, ხო? ძალიან კარგად. და ეს ინტერესი არის ის, რომ საქართველოში იყოს სტაბილური პოლიტიკური სისტემა. ეხლა ახედა რა ნაწილს გავიაზრებთ, რა ნაწილს არ გავიაზრებთ, რას როგორ შევხედავთ. ეს არის ჩვენი ქართული პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილება. მე სამეჯერ ვუსვამ ხაზს. ეს არ არის გარე გადაწყვეტილება, არც ამერიკის, არც ევროპის, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება. და მთავარი, რაც ივანიშვილი აგებს, არის ქართველი ხალხის განწყობაში და გულში. მან ქართველი ხალხი დაკარგა. და მხოლოდ ამიტომ და ამერიკაც რა თქმა უნდა ვაშინგტონი მხარს უჭერს დემოკრატიულ არჩევს, იმიტომ რომ მან იცის, რომ ქართველი ხალხის მოსაშორებელია დემოკრატიული გზით ივანიშვილი. და ამიტომ მან იცის, რომ ბოიკოტი, ყურების ჩამოყრა, საარჩევნო ნიჰილიზმის თესვა, არჩევნებზე არ გასვლა არის უკიდურესი სისულელე და ისეთივე სისულელე, როგორც 2025 წელს დაგვემართა, დაემართა საქართველოს დემოკრატიული ძალების ნაწილს. ეს მაინც თქვენი შეფასებაა ბატონო გრიგოლ, იმიტომ რომ აბსოლუტურად ნახეთ, აგერ აბსოლუტურად სხვანაირად. არა, ეს წერია. ეს განცხადება ახალ არა, გვარამემ გაიგო უკაცრავად, რა შეგე გაიგო, წერია. ბოიკოტი. თავი გემარ, თქვენ ხო წაიგეთ ტექსტებში მე აღარ მინდა გვარამეს საუბარი. არ წერია, წერია. მესამე დიდაფსა შევიკითხე, ზუსტად სიტყვით წერია, ოღონდ ფაქტია, რომ ამას განსხვავებულად კითხულობ. მე ამორჩენის გვარამია, ხო? ფაქტია ეს. და როგორ? აი, მაშინ კითხავთ, აი მოდი გვარამეს დავანებოთ, თქვენ კითხავთ. იქ ხმის მიცემა და ნებაროა ამომრჩევის ნახსენები, ხო? ხმის მიცემა და ინტერესის დაცვა. თქვენი აზრით რაზე არის თუ არა არჩევნებზე? აი ხვას კიდევ სად ვაძლევთ და ინტერესებს სად იცავენ პოლიტიკური ხერხი, ბატონო გრიგოლ, ხმის დაცვა შეიძლება ქუჩაშიც. ამიტომ ეს ძალიან განმარტებით არ წერია ბოიკოტის. არა. ეს შეება არა, ეგ არ შეიძლება. მე ვერ გამოვდგები ამის საჯულად, მე რომ კითხვები მაქვს თქვენთან და დახურულ შეხვედრაზე. ხმის დაცვა შეიძლება პროტესტით, მაგრამ როცა დიპლომატი მაგას გიწევს, არჩევნებზე საუბრობს. მესმის. კი, ითქვა, გეუბნები, მე დახურულ შეხვედრაზე ვერ ვაციტირებ. ქართულ პოლიტიკურ ძალიან მარტივად გეტყვით, ხალბატონო სოფო. ნახეთ. მე ნუ მომთხოვთ უბრალოდ, მე ნუ მომთხოვთ, არაეთიკურია და მე მას არ ვიზამ. მე მესმის, არც თქვენ ამთხოვთ, მაგრამ ძალიან კონკრეტული ფრაზა ითქვა, რაც მე ვაციტირე, ოღონდ კონკრეტული ციტატის გარეშე, რაც გადმოვეცი, მოდი ასე ვთქვათ. აი ეგ ფრაზა, ის რომ ამერიკა არის იმედგაცრუებული ამ ტიპის პოლიტიკით, ეგ არის სიმართლე, რომელიც აღწერს ამ ადმინისტრაციის კურსს. ეხა შეგიძლია დაეთანხმო, შეგიძლია არ დაეთანხმო და ვიმეორებ, ეხა ორ ენაზე დაუწერეს. ესე იგი, შეხვედრაზე რო გეტყვიან, ხალბატონო სოფო, ქართულად დაგიწერენ, ინგლისურად დაგიწერენ, შეხვედრაზე რო გეტყვიან, საელჩოს პოსტში რო დაგიწერენ. ეხა თუ მაინც არ გესმის, ესე იგი სხვა ტიპის პრობლემასთან გვაქვს საქმე და რა ვიცი, შემდეგზე დავეხმარებ ხოლმე თარგმანში თუ რომელიმე კოლეგას დიდი სიამოვნებით უსასყიდლოდ დავეხმარებ ამ დემოკრატიულ გრიგოლ დასავლეთის ჩართულობის პოლიტიკურ ნაწილში განა იმიტომ რომ დასავლეთი რამე ცუც გიჩევს არა უბრალოდ ამ ივანიშვილი გახლავთ ადამიანი რომელიც არ არის სანდო მარტივად ვთქვათ ასე და რომელიც ყველა პოლიტიკურ პროცესს ერთგვარ ტრიუკად აქცევს სათავისოდ იყენებს ამიტომ ბუნებრივია ქართველი პოლიტიკოსების სკეპტიციზმი ასეთი ასე ვთქვათ ინიციატივების მიმართ ეს ამაშიც გულწრფელები უნდა ვიყოთ ეს არ არის ჰაერიდან მოტანილი ეს არის გამოცდილება რომელიც
ესეც ამ რამდენიმე წლიანმა დაკვირვებამ პოლიტიკაზე ჩემი მხრიდანაც ძალიან გასაგები გახადა ეს პროცესი. შარლ მიშელი იქნება, დენიელსონი ბატონი თუ 1000 გამოფიტული. ეს არ ცვლის ერთ რაღაცას ქალბატონ სოფო. ეს არ ცვლის იმას, რომ ტექსტები უნდა წავიკითხოთ სწორად და შეხვედრიდან გამოვალთ. მე არ უნდა დავესხათ თავს კოლეგა ოპოზიციონერებს, რომელიც იტყვიან სიმართლეს. ეგ არის მიუღებელი, აბსოლუტურად მიუღებელი და თუ ამის გამართლება ხდება იმით, რომ შარლ მიშელის პროცესი წავიდა ცუდად, მე ამას ვერ მივიღებ. კი, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, ყოველთვის. მე გავიმეორე არაერთხელ, რომ ის რომ ამერიკელმა თქვა არნიშნავს რაღაცა ორთოდოქსიას, ნამდვილად არა, მაგრამ რაც ეს დღეს არის საუბარი, ეს არის ის, რომ პოლიტიკოსთა ნაწილი ინტერპრეტირებს მოსმენილ და წაკითხულ რეალობას ისე როგორც ეს მათ სურთ და ეს არ არის კეთილსინდისიერი. და როდესაც კიდევ მე დამესხმიან თავს, მე ამაზე მექნება ძალიან კაფეო რეაგირება, როგორც ქონდა კიდევაც. ნება იბოძონ, უფრო კარგად მოისმინონ, უფრო კარგად წაიკითხონ თუ ეს არის საჭირო, ან რა ვიცი, კითხონ კოლეგებს, რატომ აქვს ეს პოზიცია და საკუთარი პარტიული პოლიტიკური დღის წესრიგი არ მოგვახვიან თავს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური დღის წესრიგი, რაც ის არ არის. ბატონო გრიგოლ და დავასრულებ თქვენთან დიალოგს, ანუ ეს არ იყო მხოლოდ მოსმენითი შეხვედრა, მათ თავიდანვე შეხვედრაზევე გაგიზიარეს საკუთარი წარმოდგენა პოლიტიკურ პროცესებზე? დავიწყებ იმით, რომ ეს არ იყო პირველი შეხვედრა, ეს იყო მესამე შეხვედრა. ამ შეხვედრას წინასწრებდა ორი სხვა შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან, მათ შორის პოლიტიკურად მაღალ წარმომადგენელთან, სონატა კოლტერთან, ვისაც ჩემი კოლეგა ბატონი ბადრ ჯაფარიძე შეხვდა, იქამდე ანდრეოლისთან, ვისაც მე შევხვდი და ახლაც მესამედ მე შევხვდი ანდრეოლის. ამიტომ ეს არის ფართო პროცესი, ეს გრძელდება კიდევ, ეს კიდევ გაგრძელდება ეს პროცესი. არავის ამაში ეჭვი არ ჰქონდეს. რაც შეეხება, ხო, შესაძლოა პოზიცია მათ ჰქონდათ უკვე გარკვეულ დონეზე ფორმირებული, კი, ისინი ჩამოვიდნენ კონკრეტული ტიპის პოზიციით, მათ შორის ბოიკოტთან და არჩევნებთან და პროცესთან დაკავშირებით, შემიძლია გითხრათ, ამავე დროს, რა თქმა უნდა, ჩვენთან იყო საუბარი. ხო, აბა ჩვენთან სასაუბრო იყო ჩამოსული და მარტო პოზიციის გადმოსაცემად კი არ იყვნენ. მათ შორის ძალიან ბევრი ვესაუბრე მე პირადად გარემოსთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან ძნელს ხდის ამ ქვეყანაში რაიმე ტიპის პოლიტიკური პროცესის არსებობას, ხო? ანტიდემოკრატიული, ანტიადამიანური, აბსოლუტურად ავტოკრატიული გარემო, ხო? პოლიტპატიმრები, ისაც დამართეს საარჩევნო კანონმდებლობას, ყველა ერთი ასპექტი არ ყოფილა, რომელიც ჩვენ არ დაგვიწევს ამ შეხვედრაზე, ან წინაურ შეხვედრაზე. მაგრამ ის პოლიტიკის კურსი, რაც წარმოადგინა სახელმწიფო დეპარტამენტმა და რაც ვიმეორებ, უთხრა ერთი და იგივე სიტყვებით ყველა პოლიტიკურ ჯგუფს და ყველა პოლიტიკურ ლიდერს. ეს შინაარსი მათ ჰქონდათ უკვე ძალიან კაფეოდ ფორმირებული და რა თქმა უნდა გაგვაცნეს როგორც მათი პოზიცია. ისევ და ისე მე ვერ ვაციტებ კონკრეტულ წინადადებას, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მტკიცებით ფორმაში იქნა გადმოცემული, რომ ამ ადმინისტრაციის ხედვა არის, რომ აი ასეთ დონეზე ამას გეტყვით, იქა გადმოცემული ამ ადმინისტრაციის შეხედულება არჩევნებთან და ბოიკოტთან და პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით. ეხლა ვინ ესე გაიგო, ვინ ისე, ეს არის უკვე მათი პრობლემა. ეს ფრაზა ითქვა ყველასთან და ამისი ეკვივალენტი წერია იმ საჯარო განცხადებაში, რაც გაავრცელა აშშ-ის საელჩომ საქართველოში. 2028 წელს არის ეს არჩევნები, შალვა პაპუაშვილის გამეორებით და ჩანიშვნით და მანამდე კობახიძის გამეორებით და ჩანიშვნით, რომ არაფერი ვადამდელი არ იქნება. პრინციპში ახლა 2028 წელს არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხზე ამ მსჯელობა ასე გამოდის. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ფორმალურად ასე გამოდის, თუმცა ჩვენი ბრძოლა იმისთვის, რომ მივახციოთ ახალ რეგარეში არჩევნებს, რომელიც უკეთეს პირობებში უნდა ჩატარდეს, ეს ბრძოლა გრძელდება, ის როგორც წარმოებს ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში. და ამ ბრძოლაში მე ვისურვებდი მეტ კეთილსინდისიერებას, აი ამას ვიტყვი და ვისურვებდი იმას, რომ კონკრეტულმა პირებმა არ დაიწყონ მათ შორის საგარეო თემების საკუთარი პარტიული ეგოს მოსაფხანად გამოყენება, იმიტომ რომ ეს არც არავის არ შერჩება მარტივად, არც კეთილსინდისიერი არ არის და არც სწორი არ არის ჩვენი ხალხის წინაშე, რომელმაც უნდა იცოდეს ზუსტად რა ითქვა რომელ შეხვედრაზე. და მე ჩვენ სხვადასხვა ძალები როგორ ვიმოქმედებთ, რა ტაქტიკას ავირჩევთ, ეს არის ვიმეორებ ჩვენი გადასაწყვეტი, მაგრამ
არაკეთილსინდისიერი მცდელობები, რომ ამერიკის ნება მონათლოს საკუთარ პარტიულ პოლიტიკურ ნებად, ეს არის დაუშვებელი და მე სადაც ვიქნები შეხვედრაზე, იქიდან ყოველთვის ვეტყვი იმ სიმართლეს, ჩემს საზოგადოებას, განუჩნდათ იმისა, ჩემი ამორჩეულია თუ არა, რაც იქ ითქვა და არანაირ რაღაც ყალთაბანდობას მე არ დავუშვებ და არ შევეგუები და ძალიან სამწუხაროა ეს ხდება და იმედია რომ ბოლო ასეთი შემთხვევა არის, როდესაც ეს მოხდა.